ელექტროავტომობილების ხსენებაზე ყველას ალბათ პირველი გვაგონდება ამერიკული Tesla, გერმანული Porsche, ჩინური BYD და სხვა ელექტროავტომწარმოებლები. მაგრამ ცოტავს თუ გვსმენია ელექტროსატვირთოების შესახებ. დღეს მე წარმოგიდგენთ ელექტროსატვირთოს, რომელიც გამოსვლის დღეს 53 წამში გაიყიდა 500 ცალი. 500 ცალი. ეს არის ჩინური ბრენდი Sunny. წელს Sunny Group-მა დაარსა Sunny Truck, რომელიც ფოკუსირებულია სატვირთოების, მათ შორის ახალი ენერგიის, ელექტრო, წყალბადი, ჰიბრიდული სატვირთოების წარმოებაზე. კომპანიას რა მნიშვნელოვანი ეტაპებიც ჰქონდა, ეს იყო რომ 2018 წელს როგორც ვთქვით 500 სატვირთო გაყიდა 53 წამში. 2019 წელს კომპანიის მოგებამ გადააჭარბა 3 მილიარდ იუანს და 2021-22 წლებში ნომერ პირველი კომპანია იყო ელექტროსატვირთოების გაყიდვაში ჩინეთში. მოგესალმებით Sunny-ს ელექტროსატვირთოდან, ამჯერად ინტერიერში. მოკლედ, პირველი შთაბეჭდილებები არის, რომ ძალიან მარტივი სამართავი არის, ძალიან კარგი მხედველობის არის აქ, უკანა ხედვის შუშები საკმაოდ დიდია და კარგად და ნაცვლად ჩანს ყველაფერი, რაც დამეთანხმებით ძალიან მნიშვნელოვანია, როცა სატვირთოზე ვზივართ. გვაქვს დისპლეი მონიტორი, რომელიც საკმაოდ დიდია და კარგად ჩანს ყველაფერი ზედ. პატარა დეშბორდი, სადაც სპიდომეტრი არის, კილოვატებს გვიწერს რამდენი გვაქვს რეინჯი დარჩენილი, გასავლელი, ეხა წერს რომ 76%-ზე არის და 231 კილომეტრს გავივლით. ტექნიკურ მახასიათებლებზეც რო ვისაუბროთ, ეს სატვირთო არის 105 კილოვატიანი და ერთი სრული დამუხტვით გადის 300 კილომეტრს. რაც დამეთანხმებით საკმაოდ ნორმალური შედეგია, იმიტომ რომ 300 კილომეტრის გავლა ქალაქში დღეს ჩვენ პირობებში საკმაოდ რთულია. რაც შეეხება დამუხტვას, 1 საათი სჭირდება რომ დაიმუხტოს სრულად. ძალიან კარგი დროა. 1 საათი, ჩემი აზრით, იდეალურია იმისთვის, რომ 300 კილომეტრი მერე დაფარო. ძალიან მინიმალისტური ინტერიერი აქვს, საკმაოდ პრაქტიკული არის, არ გაძიხარ, ანუ არ გღლის მართვის დროს, რაც დამერწმუნეთ, როცა ბევრ კილომეტრს გადიხარ დღის განმავლობაში, გასათვალისწინებელია ცხოვლისთვის, ვინც მართავს ამ სატვირთოს. რაც შეეხება ხარისხს ინტერიერის, ამაზე ვერ ვისაუბრებთ და არც მოითხოვება რამე განსაკუთრებული ხარისხი იყოს ინტერიერში, იმიტომ რომ ეს სატვირთო არის გათვლილი ეკონომიურობაზე. მთელი ამისი პლუსი არის ის, რომ სერვისი ჯდება, რა ვიცი, გაცილებით იაფი, ვიდრე საწვავზე და დიზელზე მომუშავე სატვირთოების. საწვავს არ ასხამს ზეთებს არცვლით და ასე შემდეგ. ანუ ეს ძალიან დიდი შეღავათი არის დამერწმუნებით. ახერხებენ ჩვენ გაოცებას ჩინელები. რაც შეეხება, ალბათ ყველას გვაინტერესებს, რამდენი ტონის გადატანა შეუძლია ამ სატვირთოს. დიახ, გაგიკვირდებათ და 6 ტონამდე შეუძლია რომ გადაიტანოს. 6 ტონა. რო თუ შევხედავთ პატარა სატვირთოა, მაგრამ 6 ტონა. ხო, რაც მთავარია და მნიშვნელოვანია ამ სატვირთოზე უკანა ხედვის კამერა გვაქვს. იმიტომ რომ უკან არაფერი არ გვაქვს. ვერაფერს ვერ ვხედავთ, რო გავიხედოთ. გვერდებიდან კი იცოცხლე, კაი დიდზე ჩანს ყველაფერი. სალონში დამატებით გვაქვს კონდიციონერი, გვაქვს გათბობა და რა, მეტი არც არაფერი. 2 ცალი პორტი, რო ალბათ ტელეფონი დავმუხტოთ. აჩქარება აქვს საკმაოდ ტყისიერი, მუხრუჭები კი საკმაოდ გრძნობი არის. ცოტა მიჩვევა სჭირდება მუხრუჭებსაც და აქსელერაციის პედალსაც. იმიტომ რომ ძალიან რეაგირებს. სხარტია. სხარტი სატვირთო არ ვიტარებია არასდროს. მინიმალისტური, ძალიან მარტივი, დიზაინიც ასეთ ისე ნორმალურია და რაც თავარია, თავის საქმეს ასრულებს იდეალურად. რაც მოითხოვება. და მე მგონი რაც მოითხოვება, იმაზე მეტსაც აკეთებს ეს სატვირთო.